ჩვენი კურთხევის წყარო არის ღმერთი. იცით, ძალიან მნიშვნელოვანი არის ფინანსებში, ქონებაში შენი აზროვნებათა სისტემა როგორი არის. მე ძალიან ბევრჯერ შემხედრია, რომ დედმამიშვილებიც კი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ქონების გაყოფის გამო. ესე იგი, მათ, დედმამიშვილი ყველაზე ახლობელია, ხო, შენს, ასე ვთქვათ, გარემოცვაში და ქონების გამო ესენი ერთმანეთს წაკიდებულნი არიან და არ ელაპარაკებიან. სახლი იქნება, ნაკვეთი იქნება თუ ასე შემდეგ. იცით, ძვირფასებო, ორნაირი აზროვნება არის ქონების და სიმდიდრის მიმართ. ერთი აზროვნება არის ადამიანური, მეორე აზროვნება არის ღვთიური. ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ როგორც დიდარსა და ღარიბს შორის აზროვნება განსხვავებულია, ასე არის ნათქვამი, რომ დიდარი იმას ფიქრობს, რაში დახარჯოს, ჩადოს ფული. ხოლო ღარიბი იმას ფიქრობს, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯოს. დიდარს რო აქვს $500, მდიდარი ფიქრობს, ეს $500 დროზე მოიცილოს, საქმეში ჩადოს. მაგრამ ღარიბს რო აქვს $500, სულ იმას ითვლის, ამ $500 კაპიკი არ მოაკლდეს. ამიტომ აზროვნებათა სისტემას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ხლა მდიდარის და ღარიბის აზროვნებაზე არ ვფიქრობ, ეს ქვეყნიური აზროვნებაა, მაგრამ მე ვფიქრობ სულიერი აზროვნება, რომელიც უნდა გქონდეს ჩვენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ქრისტიანს და მორწმუნეს უნდა გქონდეს აზროვნება, რომ ის არის მოურავი. ის არის გამგებელი, რაც ღმერთმა მიანდომას. ჩვენი ინტელექტი, ჩვენი ქონება, შვილები, ესე იგი მატერიალური ფასეულობა, ყველაფერი რაც არის ამ დედამიწაზე და ჩვენ სახელზე არის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გვაქვს ყველაფერი ღმერთისაგან მოცემული, რომ მართოთ და გამოვიყენოთ ის ღმერთის სადიდებლად. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ამის მეპატრონეები ვართ და ჩვენი გული ჩავდოთ მასში, იმიტომ რომ ყველაფერი დარჩება აქ. აბსოლუტურად ყველაფერი. ეხლა ამხელა შენობა რაღაცაში, ვერაფერს ვერ წავიღებთ ჩვენ იქა. ყველაფერი რჩება აქ. შენ უნდა იცოდე დროებით ხარ მოურავი და თუ მოურავი ხარ, ღმერთი უფრო მეც და მეც მოგცემს იმისათვის, რომ განკარგო. იმიტომ რომ მცირედში ერთგულს ღმერთი დიდზე დააყენებს. მაგრამ თუ კი შენ ყველაფერს ჩაჭიდებული ხარ, ეს ჩემია და მე მახსოვს ბებია ჩემი იყო, უკვე მოხუცი იყო, ასაკში იყო და ერთხელ სკამი მივწიე რაღაც, ესე იგი, არა ისე რომ მიერტყა მაგიდას და ერთი ამბავი ამით ეხა გაფუჭდა სკამი და მაგიდაო, ხო? ეხა ის სკამი და მაგიდა ვისახსოვს, ხო? არა, მაგრამ შენ როდესაც ბევრი ფიქრობს, რომ აი ქონება, მთელი ცხოვრება იმუშავა რაღაცა და პატარა რაღაც რო გაფუჭდა, ესე იგი მას გადაყვება. უნდა იცოდე მეგობარო, რომ ყველაფერი ეს არის ხვისი, ღმერთის მოცემულია. შენ ხარ მოურავი. დიდება იესოს. ამიტომ შენ უფრო თავისუფალი ხარ. შენ უფრო მენეჯმენტზე ფიქრობ, შენ უფრო ფიქრობ, როგორ მოიხმარო ეს ყველაფერი. მე იცით, როდესაც ახლა ჩვენ ფული არ ქონდა, ერთი პერიოდი ძალიან გვიჭირდა და ახლა ინსპექტორი რო გაგვაჩერებდა, ადრე ინსპექტორები გზაში აჩერებდნენ და 5 მანეთი უნდა მიგეცათ, 2 არ გაგიშვებდნენ, ტყუილა გაჩერებდნენ და ყოველი ეს 5 მანეთი, ახლა რაღაცას ყოველთვის შარს მოგდებენ და ეს 5 მანეთი თუ ლარი რაც იყო, უნდა მიგეცა და ამ 5 მანეთს მიყვებოდა თუ 5 ლარს ჩემი გული. ხო და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ფული იმისთვის არის, რომ დახარჯო. ფული იმისთვის არის, რომ წავიდეს. ფული არ უნდა გაყვეს შენი გული მას. ეს უნდა იცოდე, იმიტომ რომ წყარო არის რესურსი, არის ღმერთი.
მესაკუთრეს აზროვნება აქვს ასეთი, ჩემით მივახცევ ყველაფერს, მაგრამ მოურავის აზროვნება ისეთი, ღმერთის კურთხევა წამომეწევა. მესაკუთრე და ამქვეყნიური ადამიანი ღმერთის კურთხევაზე არ გაითვლის. მას მხოლოდ თავისი მარჯვენის, თავისი გაქნილობის, მოხერხებულობის, მოტყვილების და სიტუაციის იმედი აქვს. ეხლა ერთი პიროვნება დაიჭირეს, თქვენ იცით ტელევიზიით, თავდაცვის მინისტრი იყო ადრე. და თავდაცვის მინისტრი ბომბებს უნდა აკეთებდეს და იარაღს უნდა ასხამდეს და ეს თურმე სიგარეტებს აკეთებდა. ხო? ანუ იფიქრა, რომ ახლა შესაძლებლობა მაქვს და ფული უნდა ვიშოვო. მას რა თქმა უნდა ღმერთის კურთხევის არაფერი იმედი არ ქონდა, თუმცა სანთლით იდგა ეკლესიაში. დაბადების 12-ის პირველიდან 3 მუხლის ჩათვლით. უთხრა უფალმა აბრაამს, წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენის სახლიდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ. დიდერად გაქცევ, გააკურთხებ, განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნები. აბრაამი არის რწმენის მამა, თქვენ იცის სიტყვიდან. ანუ ჩვენ ყველანი უნდა უყურებდეთ აბრაამის ცხოვრებას. ის არის მაგალითი და ის არის პიროვნება, რომელშიც ღმერთის კანონები მოქმედებს და ჩვენ უნდა გადავიღოთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთის კანონები როგორი მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში. უთხრა უფალმა აბრაამს, წადი შენი ქვეყნიდან, მაგრამ მე უსაქმურად არ ვიქნები. მე გააკურთხებ, განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწვევარს და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი. მას ასე, როდესაც აბრაამი წავიდა, მას წაყვა რა? ღმერთის კურთხევა. მას წაყვა არა ის, რომ აი მე წავალ ახლა სხვა ქალაქში, ავირჩევ კარგ ქალაქს, ავირჩევ კარგ ბიზნესს, ვიმუშავებ, ასე ვიზამ, ისე ვიზამ და ფული მექნება. არა. ძირითადი რაც მას წაყვა და რაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი, ეს იყო ის, რომ ღმერთის კურთხევა მიუძღოდა მას ყველა საქმეში. ის იყო ღმერთის კაცი, მნე, მოურავი და ის გამდიდრდა უფლის კურთხევის გამო. მაგრამ არიანა და ის რაზე იყო ორიენტირებული? ღმერთის კურთხევა მოსულიყო და ისე გამდიდრებულიყო. ის არ იყო ორიენტირებული გამდიდრებაზე, ის იყო ორიენტირებული ღმერთის კურთხევის ჩამოსვლაზე. დიდება ჩვენ უფალს. ის იყო იღბლიანი. გაგიგონიათ იღბლიანი კაციაო? რეალურად ეს ნიშნავს, რომ ღმერთის კურთხევაა მასზე. იოსები სადაც კი წავიდოდა, ის ადგილი კურთხეული ხდებოდა. როდესაც ღმერთის კურთხევა არის შენზე, უდაბნოშიც რო ჩაქსვან, იქაც დიდებული ქალაქი აშენდება. მოდით შევადაროთ ორი პიროვნება, აბრაამი და ლოტი. კარგით? ლოტი იყო აბრაამის ძმისშვილი. როდესაც გამოვიდნენ ქალდეველთა ურიდან, თავისი სამშობლოდან, გამოვიდა აბრაამი და გამოვიდა ლოტიც მასთან ერთად. აბრაამი დაჯერებული იყო ღმერთში, როგორც კურთხევის წყაროში. აბრაამს სჯეროდა, რომ ღმერთის კურთხევა, ღმერთის ცხებულება, იცით კურთხევა რას ნიშნავს სიტყვა? ნიშნავს კეთილგანწყობას, ნიშნავს დახმარებას, ნიშნავს გზის გაკვლევას. და აბრაამმა იცოდა, რომ ღმერთი იყო ის, რომელიც აძლევდა მას საშუალებას, რომ გამდიდრებულიყო.
მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა საძოვარი, რომელიც საძოვარზე გავიდო და უდაბნოში, ქვიანში თუ სადღაც. მისთვის მნიშვნელობა ქონდა ღმერთის კურთხევას. მისი თვალები საძოვრისკენ კი არ იყო, ზეცისკენ იყო აღმართული. დაბადების 13 თავის 2-დან 15-ში წერია. ძალზედ მდიდარი იყო აბრაამი ჯოგებითა და ოქრო ვერცხლით, ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა იმ ადგილამდე, სადაც უწინკარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის. იმ ადგილამდე, სადაც პირველად ააგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. ლოტსაც, რომელიც მისი ძმისშვილი იყო, რომელიც აბრაამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები. აბრაამი და ლოტი ერთად გამოვიდნენ, ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მას თავისი ქონება ჰქონდა აბრაამს, ლოტს თავისი ქონება ჰქონდა. და მაშინ ქონება ძირითადად იყო ცხვარძროხა. თუ შენ მდიდარი იყავი ამითი, მაშინ შენ მდიდარ კაცად ითვლებოდი. და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება. დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრაამისა და ლოტის წყემსებს. ქანაანელები და ფერეზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში და უთხრა აბრაამმა ლოტს. ანუ იმდენად დიდი ცხვარძროხა ყავდა ერთსაც და მეორეს, რომ ერთის თავისი მწყემსები ყავდა აძოვებდა, ლოტსაც თავისი მწყემსები ყავდა და აძოვებდა. და ჩხუბობდნენ მწყემსები, ეს ადგილი ჩემია, აქ მე უნდა მოვაძოვო, ის ბალახი როგორც დღეს არის მანქანის დაყენებაზე, ხო? კორპუსებთან. ხო, მთელი ესე იგი ამბავია, ეს ჩემი ადგილი, არა შენ რატო დამიყენე და ასე შემდეგ. ასე იყო აბრაამსა და ლოტის მწყემსებს შორის. ისინი კი არ ჩხუბობდნენ, მაინც პატივს სცემდნენ ერთმანეთს, მაგრამ მწყემსები ეკამათებოდნენ ერთმანეთს და ეს ამბავი რა თქმა უნდა აბრაამს და ლოტის ყურამსდე მოვიდა და უთხრა აბრაამმა ლოტს, ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. ძმები ითვლებოდა, რომ ერთი სისხლი ვართ. განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის, ანუ უამრავი სივრცე. გავიყაროთ, თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, ხოლო თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. აბრაამს არ უთქვია, მე უფროსი ვარ, მე შენ გამოგიყვანე, მე შენ გაგზარდე, მე ესე იგი ბევრი მეკუთვნის, ამიტომ აქ მარჯვნივ რო კარგი საძოვრები არის, ის მე მეკუთვნის და შენ მარცხენა საძოვრები აერჩიე, სადაც მანდა მაინც ბალახი არ არის. არა, რატომ? იმიტომ რომ აბრაამისთვის საძოვრის სიდიადეს, სიკარგეს კი არ ქონდა მნიშვნელობა. მას ქონდა ის, რომელსაც ვერავინ ვერ წაართმევდა, ეს იყო ღმერთის კურთხევა. დიდება იესოს. ამიტომ, როდესაც ადამიანს აქვს ღმერთის კურთხევის იმედი, ის ჩხუბს არ დაუწყებს ვიღაცას ქონებაზე. რადგან ცუდი რომ შეხვდეს, ცუდი ნაწილი ან საერთოდ არ შეხვდეს, მაინც უფრო კურთხეული იქნება. იმიტომ რომ თუ დაიცავს ღმერთის კანონებს, იცით, აბრაამი იცავს ღმერთის კანონს. ეუბნება, რას ეუბნება? შენ ჯერ შენ წადი, საითად წახვალ, მე მეორე მხარეს წავალ. დიდება იესოს. აი ღმერთის კაცის, აი რწმენის ნაბიჯი. აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. და ეს ადგილი
იქამდე კარგი იყო, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა. და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას. დაინახა კარგი რესტორანი, დაინახა კარგი საჭმელ სასმელი, დაინახა პორშე, დაინახა ესე იგი კარგი სასახლე. და აბრაამს უთხრა შენ რა ვიცი რაც გინდა ახლა ისქენი სადაც კი რაც კარგია და დაიძრა ამ კარგი ადგილისაკენ და იფიქრა რა მეშველა ბეთში ჩავარდი კურთხეული ვიქნები აბრაამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასა კარვები. ბოროტი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე. აბრაამმა იმედი დაამყარა ღმერთზე. მაგრამ ლოტმა არ შეხედა სად მიდიოდა, რა საზოგადოებაში მიდიოდა. მან ჩათვალა, რომ ეს მდიდარი და კარგი საზოგადოებაა, მაგრამ არ აინტერესებდა, არ გამოიკითხა ეს საზოგადოება უფლის წინაშე როგორ იდგა. ძალიან ფრთხილი უნდა იყო, როდესაც შენ უფლის მიმართ არასწორ საზოგადოებაში შედიხარ. აბრაამმა ღმერთის კურთხევაზე დადო იმედი, ხოლო ლოტმა ამ ქვეყნიურ სიმდიდრეზე, ამ ქვეყნიურ წინსვლაზე, ამ ქვეყნიურ შესაძლებლობებზე. ჩვენ ყველამ ვიცით, რაც მოხდა მერე. და უთხრა უფალმა აბრაამს ლოტთან გაყრის შემდეგ. აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ. რადგან მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ შენ და შენ შთამომავლობას, მოგცემთ უკუნისამდე. როდის დაელაპარაკა ღმერთი აბრაამს? ლოტთან გაყრის შემდეგ. როდის დაელაპარაკა აბრაამს? სწორი ნაბიჯის შემდეგ, სწორი გადაწყვეტილების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ღმერთზე დადო იმედი და არა კაცზე, არა სხვადასხვა საშუალებებზე, მას შემდეგ დაელაპარაკა ღმერთი და უთხრა, რომ მე მოგცემ მთელ ამ ქვეყანას და გაკურთხებ. როდესაც სოლომონი დადგა მეფედ, ღმერთმა უთხრა სოლომონს, მთხოვე რაც გინდაო და სოლომონმა რა უპასუხა? არაფერი არ მინდა უფალო, სიბრძნე მომეცი. და მას შემდეგ რაც მან უთხრა, რომ სიბრძნე მომეცი, იმიტომ კი არა, რომ ბრძენი გავხდე და ყველა მაქოს მადიდოს, არა, მომეცი სიბრძნე, რომ შენი ხალხის მართვა შევძლოო. ამის შემდეგ უთხრა ღმერთმა, რადგან არაფერი მთხოვე, არც ოქრო, არც ვერცხლი, არც პატივი, არც დიდება, ამიტომ ყველაფერი გექნება შენ. ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ მომენტებში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუ შენ კრიტიკულ მომენტში ღმერთის სიტყვის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებ, იცოდე მიიღებ იმასაც, რაც დაკარგებ ჭყალებში და უფრო მეცაც მიიღებ დიდება იესოს. დაბადების მე-14 თავში წერია ასეთი სიტყვები. შემდეგ გრძელდება ეს ამბავი. შინღარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერახთან, ხუთმა მეფემ 4 მეფეს ომი დაიყო სიდომის ველზე უამრავი ფისოვანი ორმო და შიგ ჩაცვიდნენ უკუქცეული სოდომისა და გომორის მეფენი. თქვენ იცით ეს ისტორია, მას შემდეგ რაც გადასახლდა ლოტი სოდომში და გომორში, მერე სხვა იქვე მყოფმა მეფეებმა ომი გამოუცხადეს სოდომს და გომორის მეფეებს და მოკლედ სოდომ და გომორი დაეცა.
და ჩვენ ვხედავთ, რომ ლოტმა, რომელმაც იმედი არ დადო ღმერთის კურთხევაზე, არამედ დადო სოდომელების და გომორელების ინტელექტზე და კარგ ცხოვრებაზე, ხო? ეს იგივეა, რომ ეხლა კარგად ცხოვრობდა ეს ხალხი, რაღაც მოწესრიგებული ყველაფერი, მაგრამ ღმერთზე არ დადო იმედი. ა ブラ ამმა თქვა, რომ ჩემი სიმდიდრე ღმერთის წყალობაზე არის. დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩოსაბადებელი და წავიდნენ. ლოტიც ა ブラ ამის ძმისშვილიც თან წაიყვანეს, მთელი მისი ქონები თურთ და წავიდნენ. ანუ მთელი მისი ქონება, რომელიც ჰქონდა ლოტის დროს, ლოტთან ერთად, როდესაც იყო და კიდევ შეიძლება სოდომ და გომორში დააგროვა, ყველაფერი წაიღეს სხვა მეფეებმა, მათი ცოლშვილიც და თვითონაც გაიყოლეს. დამოვიდა ერთი ლტოლვილი ებრაელ ა ブラ ამთან და შეატყობინა ეს ამბავი. როცა ა ブラ ამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი 318 კაცი და სდია მტერს დანამდე. გაიყვნენ ღამე ა ブラ ამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა. დაიბრუნა მთელი ქონება და თავის ძმისშვილი ლოტიც მისი ქალებითა და ქონებით თურთ. უთხრა სოდომის მეფემ ა ブラ ამს, ანუ გაანთავისუფლეს როგორც ლოტი, ასევე ის მეფეები სოდომის და გომორის, რომელიც იყვნენ დამარცხებული და წაყვანილი ტყვეებით. ახლა სოდომის მეფე, რომელიც განთავისუფლებულია, ეუბნება ა ブラ ამს. ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე. ანუ ხალხიც გაანთავისუფლა სოდომელები და ეხლა ეს მეფე ეუბნება, რომ ხალხი დამიბრუნე, მაგრამ ქონება შენთვის დაიტოვე. რომელი ქონება? ყველა ის ქონება, რომელიც სოდომში იყო, რომელიც იყო გატაცებული, მათ შორის ლოტის და ყველა სოდომელების ქონება, სოდომის მეფე ეუბნება, რომ ხალხი მომეცი და მთელი ქონება შენი იყოს. ნახეთ ძვირფასებო, ლოტი წავიდა იმისათვის, რომ იქ კარგი ქონება იყო და რაღაცა კარგი ცხოვრება, მაგრამ ახლა ა ブラ ამის ხელში ჩავარდა არა მხოლოდ მისი ქონება, ლოტის ქონებაც და სოდომელების და გომორელების ქონებაც. მაგრამ ა ブラ ამი ეუბნება სოდომის მეფეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასებო. ა ブラ ამი არ ცდება ღმერთის გზების დროს არჩევაში. აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის ფლობელისადმი. ნახეთ, ეხა დიდ სიმდიდრეზეა ლაპარაკი, დიდ ქონებაზეა ლაპარაკი. მაგრამ ა ブラ ამი ამბობს, რომ ძაბსა და ფეხსაცვლის თასმასაც კი არ ავიღებ იქედან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო, მე გავამდიდრეო ა ブラ ამი. გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ხვდათ წილად. მე მიტო არ ავიღებ ამას, იმიტომ კი არა, რომ არ მეკუთვნის. არ გათქმევინებ, რომ შენ გაამდიდრე ა ブラ ამი, იმიტომ რომ ჩემი სიმდიდრის წყარო არის ღმერთი. ჩემი კურთხევის წყარო არის ღმერთი. ამიტომ ჩემი კურთხევის წყარო რო ღმერთი არის, ამის შეცვლა არ მოხდება. დიდება იესოს. იმიტომ რომ მე მდიდარი ვარ ღმერთის კურთხევით და არ მჭირდება შენ ვინმე თქვას, რომ მე გავამდიდრეო და იმან ყველაფერზე უარი თქვა, თასმასაც კი არ ავიღებო. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის არის პრინციპული, რომ ღმერთის კურთხევას ჩაეჭიდოს. იცით, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში არის ფინანსური პრობლემა, სხვა პრობლემა, შენ უნდა თქვა, მე ღმერთი მაკურთხებს. მე მექნება ყველაფერი, ის რაც მე მჭირდება.
და მე მექნება უფრო მეტიც, რომ სხვებიც ვაკურთხო. იმიტომ რომ ღმერთი არის კურთხევის წყარო. დიდება იესოს. მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში ჩემო მეგობარო სწორად მოიქეცი და თუ შენ ვერ აქვს გადაწყვეტილების უნარი, შეგიძლია მოხვიდე ჩემთან და შემეკითხო ამ საკითხებზე. არასოდეს ქონების გულისათვის არასოდეს არ დადგე ქვეყნიერების გზაზე. იმიტომ რომ უნდა იცოდე ღმერთის კურთხევა რომ არ დაკარგო. იცით ძვირფასებო, ფიქრობდა აბრაამი რომ ღმერთის კურთხევა არ დავკარგო. ღმერთის კურთხევას უნდა ჩავეჭიდო. დიდება იესოს. გამოცდა იქნება ყოველთვის შენს ცხოვრებაში. ვის რა გამოცდა აქვს ძვირფასებო? ვის რა გამოცდა აქვს? მაგრამ გამოცდა იმისა, რომ უნდა გაიარო ის. ამ ამბების შემდეგ, როდესაც აბრაამი ასე მოიქცა, როდესაც შენ სწორად იქცევია, მერე ღმერთი გამოდის შენს ცხოვრებაში. ესე იგი, ამ ამბების შემდეგ იყო რომ აბრაამს ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა. როდესაც აბრაამმა ეს გააკეთა, ღმერთმაც იმოქმედა და უთხრა ხილვაში. ნუ გეშინი აბრაამ, მე ვარ ფარი შენი, ფრია დიდი იქნება შენი საზღაური. რისი საზღაური? საზღაური დათმობისა. საზღაური რომ თვალები არ გაგიფართოვდა იმ ქონებაზე. საზღაური იმისა რომ შენს ხვერპლი გაიღე. იცით სიტყვა საზღაური რას ნიშნავს? საზღაური ნიშნავს იმას რომ რაღაცას რო დაკარგავ, რა არის ახალი ქართულით საზღაური შესაბამისი. ხო, ანაზღაურება, ხო, ჩვენ როდესაც მუშაობთ, აგვინაზღაურდება, რომ მუშაობ შენ დროს ხარჯავ, ენერგიას ხარჯავ, ადრედგები, მიდიხარ, ხო, რაღაცას აკლებ შენ თავს. მაგრამ შენ ამის საფასურად ფულს გაძლევენ და ხელფას. საზღაური იმისა, რაც შენ დაკარგე ჭყალებში, იქნება ფრიად დიდი. დიდება იესოს. ეს არის ღმერთის კანონები ძვირფასებო. თუ არ დაკარგე, ვერ შეიძენ. თუ ღმერთის გზებით არ იარე, რომელიც დაკარგვას ჩანს, ისე ღმერთის კურთხევა არ მოდის. როდესაც შენ ნაბიჯს დგამ ღმერთისაკენ, მაშინ ერთ ნაბიჯს, ის ორ ნაბიჯს დგამს შენსკენ. ლოტი კარგა ხანი კარგად ცხოვრობდა, ბედნიერი იყო. მაგრამ აღმოჩნდა რომ შემდეგ ეს პრობლემებში ჩავარდა. მაგრამ მადლობა ღმერთს აბრაამისათვის, ისევ აბრაამის გამოსახსნელი გახდა. ბედნიერია კაცი, რომლის ოჯახშიც ღმერთის შვილი არის, რომელიც ლოცულობს მისთვის, რომელიც მის უგუნურებას ფარავს და ღმერთის წყალობა არის მაინც მასზე. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს, დიდება ჩვენ უფალს, დიდება იესოს. ღმერთია ჩვენი კურთხევის წყარო, ფინანსების წყარო, ჯანმრთელობის წყარო, უნარის, ანუ ინტელექტის წყარო და ჩვენი შესაძლებლობების წყარო. ყოველთვის ხელი ასწიე, მოდი ავწიოთ ხელი და ვთქვათ, ღმერთია ჩემი კურთხევის წყარო, ღმერთია ჩემი ფინანსების წყარო, ღმერთია ჩემი ჯანმრთელობის წყარო, ღმერთია ჩემი უნარის წყარო, ღმერთია ჩემი შესაძლებლობების წყარო. მე ღმერთზე ვდებ იმედს, ზეციდან მოდის კურთხევა და მე ვიღებ ამ კურთხევას იესო ქრისტეს სახელით. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. შეიძლება ვინმე თქვას, რომ გულხელდაკრეფილი ვიქნები და ღმერთის კურთხევა მოვა. ასე არ იყო აბრაამი. ისინი მწყებს ავდნენ, შრომობდნენ, როდესაც
თესველი თესავს, ხო, შრომობს. მაგრამ ვიზია დამოკიდებული სიტყვა მოვა თუ წვიმა? ღმერთია დამოკიდებული ძვირფასებო. როდესაც ჩვენ ვშრომობთ, მოდის კურთხევა. როდესაც ხელფას ვიღებ, კურთხეულად ხარჯავთ მას. როდესაც სამსახურში ვართ, ხო, კურთხეული თანამშრომლები მოყავს ღმერთს. ზოგიერთი სამსახური ისეთია, რომ ამისვლა არ უნდა. ზოგიერთი უფროსი ისეთი არის, რომ ჯოჯოხეთს ქმნის სამსახურში, მაგრამ მე ისეთი უფროსი მყავს. მე ისეთი კურთხეული თანამშრომლები მყავს. მე ისეთი კურთხეული ოჯახი მაქვს. დიდება იესოს და ეს ღმერთისაგან არის. ნახე შენი კურთხევა, რომელიც არის შენს გვერდით. და რა თქმა უნდა ჩვენ ვშრომობთ, მუშაობთ ძვირფასებო, მაგრამ ღმერთის კურთხევა გვეწევა გზაში. იცით მე იღვალზე გითხარით, რომ იღბლიანი ადამიანი, ასე იტყვიან ხოლმე, ხო? ვიზე იტყვიან იღბლიანი ადამიანი, რომ რაღაცა კარგი ბევრი ფული იშოვა, კარგი ქმარი შეხვდა, კარგი ცოლი შეხვდა, კარგ ოჯახში გათხოვდა, კარგი მანქანა ჩამოიყვანა, გაუმართლა, ხო? იღბალი, ბედისწერა, ყისმათი. მე ვნახე ლექსიკონში ქართულში და იღბალი თურმე მოდის სიტყვა ბაალიდან. ანუ იღბლის ღვთაება იყო მოლოქი. და თქვენ იცით მოლოქი, ხო? ეს იყო რაღაც ხარისთავი, წინ ესე ხელები აქვს გამოშვერილი და უკნიდან გამოღრუტნული არის. და როგორ არის გამოშიგნული არის და ცეცხლს ანთებენ შიგნით, ვარვარდება ძალიან და მერე ჩვილს ჩაუგდებენ ხელში და ეს ჩვილი იხრუკებოდა უცებ და ეს ხო შემოწირულობა იმისათვის, რომ ვინც თავის ჩვილს ჩაუგდებდა ხელში, ის იღბლიანი გახდებოდა. ხო? თქვენ იცით ბაზარში რომ მიდიხართ აზერბაიჯანელები ხო სიფთა თუ ხარ გადაუსობენ იმას რატო? იმიტომ რომ იღბლიანი დღე კონდეთ. ქართველებმაც ისწავლეს, ხო? ხო ეს თავზე შემოტარება იციან და რაღაც. ანუ ეს იყო იღბალი, ანუ წარმართებს ჰქონდათ, იცოდნენ, რატომ სულიერ სამყაროში მოქმედებდა ეს ყველაფერი ძვირფასებო. სულიერ სამყაროში და ჩვენ იღბლიანები რატო ვართ? იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის კურთხევის ქვეშ ვართ. დიდება იესოს. ჩვენ ჩვილების შეწირვა არ გვჭირდება, იმიტომ რომ იესო ქრისტე შეეწირა უკვე გოლგოთის ჯვარზე. ჩემი კურთხევის წყარო და იმედი არის ღმერთი. მოდი ვთქვათ, ჩემი კურთხევის წყარო და იმედი არის ღმერთი. მე ვარ კეთილი და ბრძენი მოურავი. დიდება იესოს. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს.